ყირიმელმა სეპარატისტებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს. დადგენილება ამის შესახებ ავტონომიის პარლამენტმა უკრაინაში ლეგიტიმური ხელისუფლების არარსებობის საბაბით დღეს მიიღო. ახალი რეფერენდუმი ამჯერად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე 16 მარტისთვის დაინიშნა. ყირიმის მარიონეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოზე განიხილა. სახელმწიფო სათათბირომ კი ყირიმის შემოერთების მიზნით კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ყირიმში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ სიმფეროპოლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაეროს სპეცწარმომადგენელი რობერტ სერი გააძევეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რეგიონში ეუთოს 40 დამკვირვებელი არ შეუშვეს. ევროპელი ლიდერები დღეს უკრაინის კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა რუსეთის ჯარების ბაზებზე დაბრუნება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით დაემუქრა. თუმცა მოსკოვმა მოთხოვნა არ შეასრულა. ამის მიუხედავად მედიის ცნობით დღეს შეკრებილ ევროპელ ლიდერთა ნაწილი სანქციების დაწესებისთვის მზად არ იყო და ამ ეტაპზე მხოლოდ დიპლომატიურ ზომებს ემხრობოდა. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ დემოკრატიის, თავისუფლების პრინციპების და უკრაინელ ხალხს დავეხმარებით. ჩვენ უნდა დავწუნდეთ, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან მოლაპარაკებას შეძლებენ. უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთის მთავრობას, რომ ის რაც მოხდა დაუშვებელია და ამას შედეგი მოყვება. მათ ახალ ქმედებებს კი კიდევ უფრო მეტი შედეგი უნდა მოყვეს. რუსეთზე მაქსიმალურად დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა დეესკალაციის პროცესი დაიწყოს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სანქციებიც უნდა დაწესდეს. განსაკუთრებით მწვავე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების რეაქცია იყო. საფრთხე, რასაც დღეს ევროპაში ვხედავთ, ომის შემდგომი საზღვრების გადასინჯვაა. ეს სიგნალია, რომელსაც რუსეთი გვიგზავნის და ეს სწორად უნდა შევაფასოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. უკრაინის შემდეგ მოლდოვა იქნება, მოლდოვას შემდეგ სხვა ქვეყნები. ევროპელი ლიდერები უკრაინის კრიზისზე ქვეყნის ახალ პრემიერთან ერთად მსჯელობენ. ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას არ დაელოდა ვაშინგტონი. თეთრი სახლის ინფორმაციით ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად სავიზო სანქციები დაუწესდებათ რუსეთის და უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას საფრთხეს უქმნიან. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის საკითხზე უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას დღესაც ვერ მიაღწიეს. ნაციონალური მოძრაობა რეზოლუციაში საქართველოს დეოკუპაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მითითებას ითხოვდა. უმრავლესობამ კი ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავა. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ერთიან ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან. შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტის ხდომაზე ამ შემთხვევაში ორი მხარე, უმრავლესობა უმცირესობა, გამოვა თავთავისი ვერსიით ამ საკითხზე რეზოლუციის პროექტით და შევჯერდით ასევე განხილვის ფორმატზე. მოხსენებლებს ორივე მხრიდან ექნებათ თანაბარი დრო, რომელზეც დეტალურად კიდევ ვისაუბრებთ, 10 წუთი. დეპუტატებმა ორივე დოკუმენტს კენჭი დღეს უნდა უყარონ, თუმცა კენჭისყრამდე პარლამენტში დებატები მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას სპეკულაციაში ადანაშაულებს. უმცირესობაში კი ამბობენ, რომ მართველი გუნდის შემუშავებული დოკუმენტი რუსეთთან არის შეთანხმებული. სულ იმას გვეუბნებით, რომ ხართ ლოიალურები, ხართ ნაკლებად ვთქვათ, კრიტიკულები. ჩვენ არ ვაპირებთ მარტო რიტორიკის, მარტო შოუების დადგმის საფუძველზე ჩვენი საგარეო თუ საშინაო უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოებას. თქვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მივიღეთ ამგვარი შედეგები ძალიან სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ და არ ვაპირებთ ანალოგიური სულისკვეთებით გავაგრძელოთ ეს. აქაც ამ დარბაზში ორ მსოფლმხედველობა შორის არის ჭიდილი. ერთი მსოფლმხედველობა არის შემიცოდეთ, რუსი თავმსდამეცხა, დამარცხებული ვარ, მეორე მსოფლმხედველობა არის, მე მინდა გამარჯვება და ჩვენ მივდივართ წინ ევროპისკენ და დემოკრატიისკენ. მე არ მწუწუნებ, მე გამარჯვების მოლოდინში ვარ. თქვენს მაგითკენ მოგიწოდებთ. რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო და ჩვენი საერთოდ ეს არის პრინციპული საკითხი და ეს არის თავარი განსხვავება თუ რას ითხოვს საქართველოს პარლამენტი, რომ ზოგადი ტექსტების მაგივრად იქეწეროს კონკრეტულად სანქციები და ასევე არ არის დაგმობილი რუსეთის გავლენის
მსხვერპლობის პოლიტიკა, რასაც ჩვენ თვლით, რომ ასევე მნიშვნელოვანი მოხდილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი კომპრომისის ნაწილი შეადგენდა, ჩვენთვის რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ რეზოლუციაში მოხდეს. კარასინთან შეხვედრის წინ ამ უმრავლესობის მიერ ტექსტის შეთანხმება ხდება რუსებთან, არ ვიცი, კარასინთან თუ ესთან, ვოლსკის პირით თუ კიდევ ვინმე სხვა, ან ზურა აბაშიძის, ან ზაქარიაშვილის, ან ვისი პირით, ჩვენი პოლიტიკური ძალა თითოეული ჩვენთაგანი არასდროს არ მივიღებთ მონაწილეობას და არ მივცემთ ხმას არც ერთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ თანხმდება რუსეთთან და რომლის მიღებაც ხდება საქართველოს ინტერესების დათმობის შედეგად. Washington Post-ი უკრაინის კრიზისის შესახებ კონექტიკუტის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერის სტეფან ბენედიქტ დაისონის წერილს აქვეყნებს. სათაურით რას ნიშნავს ყირიმისთვის რუსეთის შეჭრა საქართველოში. სტატია ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილესთან დენიელ ფატასთან ინტერვიუს ეყრდნობა და უკრაინის კრიზისს 2008 წლის აგვისტოს ომის, როგორც წინამორბედი პრეცედენტის ფონზე მიმოიხილავს. დენიელ ფატა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის შეჯერებაში, მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამო პუტინის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არ დასჯილა. მისი აზრით, ის რაც ყირიმში ხდება 2008 წლის ომის გაგრძელებაა. ფატა ეჭვის თვალით უყურებს ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, თითქოს უკრაინაში ინტერვენცია რუსეთის მოქალაქეების დაცვას ემსახურება. პენტაგონის მაღალჩინოსანი იხსენებს, რომ პუტინი იმავეს დაპირდა შეერთებულ შტატებს საქართველოსთან დაკავშირებითაც და მან მოიტყუა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პუტინის მიზანი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასრულება იყო. რაც შეეხება ყირიმს, ფატა დარწმუნებულია, რომ პუტინის მთავარი მიზანი კიევის დამორჩილებაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მისთვის ძალიან მძიმე შედეგით არ დასრულდება. ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ყურადღება მხოლოდ ყირიმზე არ უნდა ფოკუსირდეს და მათ რუსეთის მოძრაობას თვალი ყველა მიმართულებით უნდა ადევნონ. დენიელ ფატა ვლადიმირ პუტინის მოქმედების მოტივებზეც საუბრობს. მისი აზრით, პუტინს უნდა რომ მოთამაშედ დაინახონ დიდ ძალად, როგორც საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ფატას თქმით, ამერიკა არ უნდა ჩააჩოჩოს რუსეთის მოძლიერებამ. მარტივად ვხედავ, სად შეუძლია პუტინს თავისი ძალების გადაადგილება, რათა დაასრულოს საქმე საქართველოში. სარგებელი მიიღოს აზერბაიჯანში განათავსოს ბომბდამშენები, რომ შეავიწროვოს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა, რუმინეთი. ამიტომ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა რეგიონში ჩვენი მოკავშირეების მიმართ და დავრწმუნდეთ, რომ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. პუტინს ვერ შეაჩერებს რიტორიკული დაგმობა ან მისთვის უმნიშვნელო მუქარა. მაგალითად, როგორიცაა ნატო რუსეთის საბჭოს შეხვედრის გაუქმება ან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება. ამის სანაცვლოდ დასავლეთის მუქარა პუტინისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უნდა ეხებოდეს. გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეუძლია საკვანძო ფიგურად იქცეს ამ კრიზისში, რადგან ის არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც პუტინისთვის მნიშვნელოვანია. მან უნდა აამოქმედოს ბერკეტები, რათა ეს აგრესია დაასრულოს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რათა შევაჩეროთ პუტინი. საათი წიკწიკებს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. ამასთან დაკავშირებით დღის წესრიგს სამიტიც დაემატა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი და უკრაინული დელეგაცია დაესწრება. უკრაინის კრიზისზე მსჯელობისას შეხვედრაზე დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენეს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ სპეციალურ რეზოლუციაში, რომელსაც კონგრესი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დაამტკიცებს, საქართველოს პრობლემებიც აისახება. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებიან. პირველი საკითხი, რა თქმა უნდა, არის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე და სამხედრო ინტერვენციაზე და ოკუპაციაზე, ანუ მსჯელობა იმაზე, როგორი უნდა იყოს ეს რეაქცია, რა ფორმები უნდა მიიღოს, მხარდაჭერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, და ამ რეაქციის და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი აზრით არის კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა, ანუ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრობის განაცხადის უფლებაზე, საუბრის დაწყება. უკრაინაზე საუბრისას დღეს პრაქტიკულად ყველა ავლებს პარალელს საქართველოში, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე. ყველა აღიარებს იმას, რომ დაბალი და არაადეკვატური ფასი გადაიხადა საქართველოში რუსეთმა, ამის გამო ის გათავხედდა და ყველაზე უფრო დიდი წითელი ხაზი, იმიტომ რომ უკრაინაზე თავდასხმა ეს ყველა წითელ ზღვარს ხაზს ცდება. სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, რომ ერთის მხრივ ღიად დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ უკრაინას
რუსული აგრესიის შეჩერებაში და საკუთარი მთლიანობის დაცვაში, მაგრამ და ასევე მეორეს მხრივ ვისაუბროთ საქართველოზე, რომ იმ ფონზე, როდესაც დღეს ყველას ჩვენგანის მთელი ევროპის ფიქრები მიმართულია უკრაინისკენ, ასევე ყველას კარგად ახსოვდეს რა მოხდა საქართველოში 2008 წელს და როდესაც საუბარია რუსეთის წინააღმდეგ ახალ პოლიტიკასა და სანქციებზე, საქართველოს და საქართველოს დეოკუპაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უჩან ანუაშვილის თქმით, კანონ-პროექტის საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლებაში უხეში ჩარევაა და ის დასაქმებულთა უფლებებს რისკის ქვეშ აყენებს. გაუშვებელია პარლამენტის მხრიდან მსგავსი კანონის მიღება, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს 13,000 ადამიანს, რომლებიც დღეს მუშაობენ თვითმმართველობის ორგანოებში და მათ ფაქტიურად დროებით მოვალეობის შემსრულებლების რანგში გადაყვანას გულისხმობს. სწორედ საკონსტიტუციო სარჩელის მეშვეობით დავადასტურებთ და დავამტკიცებთ იმას, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კანონ-პროექტისადმი სახალხო დამცველის ასეთი რეაგირება შესაძლოა კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ განმარტა თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსების გამოცხადების აუცილებლობა. ვინაიდან თვითმმართველობის სრულიად ახალ სისტემას ვიღებთ, ვინაიდან თვითმმართველობებში სტრუქტურა იცვლება, ეს ყველაფერი საჭიროებს იმას, რომ გამოცხადდეს ახალი კონკურსები. გარდა ამისა, თვითმმართველობებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში კონკურსი არ აქვს გავლილი და არიან უვადოდ დანიშნულები, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომაც უშუალოვანია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნეს მოწესრიგებული. საქართველოს პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება 5 თებერვალს შეიტანა. ცვლილების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული დაახლოებით 13,000 ადამიანი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლებულად გამოცხადდა. ისინი დროებით მოვალეობის შემსრულებლად შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე დაინიშნენ. კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილება პირველად ნაციონალურმა მოძრაობამ, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. პარტიის თქმით, მსგავსი ნაბიჯებით ხელისუფლება პრემიერის იმ განცხადების სისრულეში მოყვანას ცდილობს, სადაც ღარიბაშვილი ერთგულ აქტივისტებს შრომის დაფასებას დაპირდა. გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავ შრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდა გულნაკრული არ დარჩეს. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ნეგატიურად აფასებს. მათი აზრით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და ამით თვითმმართველობებში დასაქმებული მოხელეების უფლებებს არღვევს. საპარლამენტო უმრავლესობა ბრალდებებს უარყოფს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კანონში აღნიშნული ცვლილება მხოლოდ კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით შევიდა. სამართლებრივი თვალსაზრისით უდაოდ არის დარღვევა, აქვს ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ ამ კანონპროექტს და ჩვენც ამ კანონს და ჩვენც მიგვაჩნია, რომ უდაოდ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ თანამდებობებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარლამენტის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მარტო იმიტომ, რომ ტარდება ადგილობრივი არჩევნები. ეს მუხლი არ ნიშნავს, რომ რომელიმე საჯარო მოსამსახურე შეიძლება იყოს გათავისუფლებული კანონის დარღვევით მათი უფლებების შელახვის გზით. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა საჯარო მოხელეს კონკურსის გზით შეიძლება დაიკავოს ის საპასუხისმგებლო პოზიცია, რომელიც მას ან უჭირავს, ან მუშაობს, ან მომავალში შეიძლება გახდეს ამ პოზიციაზე. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე უჩან ანუაშვილმა ყოველთვიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. სახალხო დამცველმა თავის ანგარიში ხუდონთესთან არსებულ უთანხმოებასა და მაღაროსა და საბადოებზე მომუშავე პირთა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. ყოველთვიურ ანგარიში საპყრობილეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ფარული მოსმენების თემამაც გაიჟღერა. უჩან ანუაშვილის თქმით, ხელისუფლებას ათასობით ადამიანის მოსმენის ბერკეტი კვლავ აქვს. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნას.
ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ეს ჩვენ გეხება განაახლა. კამპანიას ახალი მიზნები აქვს. უკანონო მოსმენებისა და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. ეს ჩვენ გეხება ისევ გვისმენენ საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრების და აქციების ჩატარება იგეგმება. უახლოეს ხანში კონფერენციაა დაგეგმილი, რომლის შემდეგ კამპანია გაიშლება. ორგანიზატორები მცირე მანიფესტაციების გამართვასაც გეგმავენ. Paralelურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებში აქტიურად ჩაერთვებიან. პარლამენტში უკვე 1 წელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტია ინიცირებული. კანონპროექტის სამართალ დარღვევებისთვის გამოძიების მაღალი სტანდარტების დაწესებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი ეს ჩვენ გეხებას რამდენიმე მონაწილეა. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივები. ამ კანონპროექტების ავტორი 3 ადამიანი ვართ, ლაშა ტუღუშვილი, კასაჯაია და მე. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა რომელიმე კონკრეტულმა მინისტრმა, თუნდაც დღევანდელმა არ თქვას, რომ მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ აღარ მოგისმენენ და არ გითვალთვალებენ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული კეთილ მინისტრზე, კეთილ პრემიერზე, კეთილ მეფეზე. თავარი პრობლემა არის ის, რომ დღესაც გრძელდება იმ მანკიერი პრაქტიკის აღსრულება, რასაც ქვია უსაზღვროდ ადამიანების თვალთვალი და მიყურადება. ჩვენ ინფორმაციით დღეის მდგომარეობით იმ ტექნიკური საშუალებებით, რომელიც გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შეუძლიათ ერთდროულად მოусმინონ დაახლოებით 21,000 ადამიანს. დაპირების მიუხედავად სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან წვდომა კვლავ აქვთ. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ეგრეთ წოდებული შავი ყუთების მეშვეობით სამართალდამცავ უწყებებს ერთდროულად რამდენიმე 1000 ადამიანის მოსმენა შეუძლიათ. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა ადგილსამყოფელის დადგენის, შეტყობინებების წაკითხვისა და პირადი ელექტრონული მიმოწერის გაცნობის საშუალებაც აქვთ. წლების მანძილზე საქართველოში არსებობდა ყოველად სამარცხვინო პრაქტიკა ძალიან დიდი ოდენობით ჩანაწერების გაკეთებისა, მაგრამ რადგანაც არ შეცვლილა კანონმდებლობა და არ არის ჯერ კიდევ კანონმდებლობაში გარანტიები იმისა, რომ უკონტროლოთ ამდაგვარი ჩანაწერები არ გახორციელებოს, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ ამდაგვარი კამპანიის დაწყება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეების პირადი ინფორმაციის თვითნებურად და დაუსაბუთებლად მოპოვების შესაძლებლობას გამორიცხავს. თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გამოიკვეთება. ეს ჩვენ გეხებას კიდევ ერთი მიზანი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ხანგრძლივობის ლიმიტის დაწესებაა. ყველა ტიპის დანაშაულზე არ უნდა ხდებოდეს მოსმენები, მაგალითად დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულს ებუჩქნალის გაჩერება და ამ ტიპის დანაშაულზე შესაძლებელია მოსმენის განხორციელება. სტანდარტი არის ის, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე უნდა ხდებოდეს ეს. სასამართლოს კონტროლის მექანიზმი უკეთესად უნდა დადგინდეს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონმდებლობა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნება, რომ სამინისტრო ფარულ მოსმენებს არ აწარმოებს. თუმცა პოზიციების შეჯერების შემთხვევაში მინისტრი საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგი არ არის. არანაირი საფუძველი არ არსებობს ამის. მინდა დაგარწმუნოთ, უკანონოდ არაფერი არ ხდება. მეგონი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ ამას. არ იზღუდება მათი უფლებები, მიმდინარეობს კონსულტაციები, ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მისაღები იქნება, შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მინისტრის განცხადებას ეწინააღმდეგება 13 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ კომპანია ჯეოსელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტი. მართალია გამოძიება დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების მუხლით დაიწყო, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ქმედებებში სხვა მოტივებს ხედავენ. საქმე ის არის, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჯეოსელთან იმ საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების საქმეში თანამშრომლობს, რომელიც ფარულ თვალთვალზე უფრო მკაცრი რეგულირების შემოღებას შეუწყობს ხელს. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით ჯეოსელმა უარი თქვა ფარული ჩანაწერების განხორციელებაზე. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ დღეს ხელისუფლებას ფარული მოსმენის ბევრად მეტი საშუალება გააჩნია.
დღეს სახელმწიფოს აქვს ორჯერ მეტი ასე ვთქვათ საშუალება შეძენილი მისათვის რომ მოსმენები იყოს, ამიტომ ეს პრობლემა დღესაც დგას და ამასთან დაკავშირებით უნდა ემუშაოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ჩვენ. კანონ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში არის ინიცირებული. მასზე მომუშავე ჯგუფს შალვა შავგულიძე ხელმძღვანელობდა. შავგულიძე საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროდ მიიჩნევს. ჩვენ მივმართეთ ასევე ევროპის საბჭოს და მივმართეთ ექსპერტებს, კერძოდ გამოგვეხმაურნენ გერმანელი ექსპერტები და უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ დასკვნებს მათგანაც და მათ შეფასებას, რამდენად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც იქნა წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი 180-ზე მეტი საათის ხანგრძლივობის მასალა 2013 წლის 5 სექტემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით გაანადგურა. კომისიის გადაწყვეტილებით ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი გამოძიების დაწყების მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი მასალა, რომელზეც ძირითადად ინტიმური სცენები იყო ასახული, 31 იანვარს კომისიის მუშაობის ბოლო დღეს გაანადგურეს. ანგარიშის მომზადების შემდეგ კომისიამ საქმიანობა დაასრულა.